მოგესალმებით, მადლობას გითხრით მობრძანებისათვის. მინდა საზოგადოებას გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ. კერძოდ ეს ეხება სოციალურ ქსელებში და პრესაში წინასწარ დაანონსებულ პატიმრების ხადასაჭერ აქციას, რომელიც უნდა გაიმართოს ქალაქ თბილისში 15 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე. მე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელი, მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მათ შორის, რა თქმა უნდა, პატიმართა უფლებების დაცვისათვის. მაგრამ მე მინდა და ხაზი მინდა გავუსვა, მაგრამ გასაგები იყო საზოგადოებისათვის სხვა მოთხოვნების შესახებ და ვაკეთებ სპეციალურ განცხადებას ზემო აღნიშნული აქციასთან დაკავშირებით. სოციალური ქსელებიდან და პრესიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით. და მე მინდა დღეს საზოგადოებას შევახსენო, რა ნორმაზეა აქ საუბარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით გათვალისწინებულია კანონმდებლობის მიერ ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა და მასთან დაკავშირებული სანქციონირება სასამართლო პასუხისმგებლობის წესით. მინდა შეკითხვა დაუსვა აქციის მხარდამჭერს, თითოეულ მხარდამჭერს, ასევე ერთ-ერთ ორგანიზატორს ქალბატონ ნანა კაკაბაძის. ვისი შეკვეთაა ეს? ეს არის საზოგადოებრივი შეკვეთა, რომ გაუქმდეს ზემო აღნიშნული მუხლი, ზემო აღნიშნული კოდექსიდან, თუ ეს არის კრიმინალური სამყაროს მოთხოვნა თუ თხოვნა. მე მინდა ხმამაღლა გავაცხადო, თუ ხელისუფლება შეეცდება ზემო აღნიშნული მუხლის ამოღებას არა, არამედ განხილვის ეტაპზეც კი გადაყვანას, ის ჩვენგან და საზოგადოებიდან მიიღებს მწვავე რეაქციას. და რა თქმა უნდა, კიდევ აქაც მინდა ხაზი გავუსვა. ძალიან მწვავე რეაქციებს. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრი მოუწოდებს ყველას, მათ შორის ქალბატონ ნანა კაკაბაძის, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ დაუბრუნდება იმ წუპეს, იმ ბნელეთს, რომელსაც ჩვენ უკვე საბედნიეროდ თავი დავაღწიეთ. მე მოუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავოს ამ მუხლის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადების თაობაზე და მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყანა ეს არის ხელოვნების, ტოლერანტობის, კულტურის, მეცნიერების და სხვა სიკეთეების მქონე ქვეყანა. კრიმინალის დრო ეს არის წარსული, რომელიც დასრულდა და ჩვენ იქ აღარ დაბრუნდებით. მოგიწოდებთ ყველას, რომ დავიცვათ ადამიანის უფლებები, მათ შორის ნებისმიერი პატიმრის უფლება, მხოლოდ ამ მოთხოვნების, ამის მომასწავლებელი მოთხოვნების გარეშე. ასევე ხელისუფლებას მინდა მოუწოდო და კატეგორიულად როგორც მოქალაქე მოთხოვ მას, რომ სასწრაფოდ იქნას გამოძიებული დაუყოვნებლივ, საიდან მოდის ეს ავის მომასწავლებელი ინიციატივები საზოგადოებაში და გამოძიების შედეგების შესახებ ჩადგეს საქმის კურსში საზოგადოება, ამას ერთად ჩვენი ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრი. აქვე ხელისუფლებას მინდა მოუწოდო, რომ დაიწყოს საუბარი მართლმსაჯულების კომისიის შექმნის თაობაზე, რომ საბოლოოდ დადგინდეს სიმართლე და ამ საკითხის ირგვლივ ნებისმიერ გადაღებულ კითხვას გაეცეს პასუხი. აქვე შემოვდივარ მეორე საკანონმდებლო ინიციატივით, რომ დაიწყოს განხილვა ეკონომიკური დანაშაულის სისხლის სამართლიანი პასუხისმგებლობის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ მეწარმეს და ბიზნესმენს მიეცეს მაქსიმალური ხელშეწყობი პირობები, განახორციელონ კანონიერად თავისუფლად თავიანთი მეწარმეობრივი ბიზნეს საქმიანობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია, მათ შორის მე როგორც ხელმძღვანელი, მზად ვარ ვითანამშრომლო საკანონმდებლო ხელისუფლებასთან და ჩვენს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება მოექცეს კანონის ფარგლებში. დიდი მადლობა. დიახ. დიახ, ჩემთვის ცნობილია. დიახ. კარგით, მაგასთან დაკავშირებით გაგიმარტავთ. ეხლავე საზოგადოებას შევაყენოთ საქმის კურსში. ჩემთვის ეს ცნობილია, რომ ქალბატონ კაკაბაძემ გააკეთა განმარტებები, რომ საუბარია ხარვეზების გათვალისწინებაზე. წარმოგიდგენთ სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლს და წაგიკითხავთ მას თქვენ. ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების ზაკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. მეორე დამძიმელ გარემობაში, რაც იგულისხმება კანონმდებლობის მიერ, ისჯება თავისუფლების ზაკვეთით ან კანონიერი ქურდობა 7-დან 10 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. რას ხედავთ საზოგადოება, რას ხედავს ამაში ხარვეზს? ძალიან მოკლედ კანონმდებლს დეფინიცირებული აქვს თავისი მოთხოვნა და სწორია, აბსოლუტურად ვიზიარებ როგორც იურისტი, როგორც სამართლის მაგისტრი და როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, როგორც მოქალაქე საქართველოს, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს ის პერიოდი და ის გამოწვევები, რა გამოწვევების წინაშე მე და ჩემს თანამემამულებს, ჩემი ასაკის თაობას გვიწევდა ცხოვრება და თანაცხოვრება ამ სამყაროსთან ერთად. მე ამას დაკავშირებით მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, კანონმდებლს სწორად აქვს დეფინიცირებული და მოკლედ კონკრეტულად კონკრეტული შენიშვნები. დიახ. სამყაროს წევრობა ეს არის სადაო საკითხი? ან რა სიტუაციებში კულტურის სამყაროს წევრობა ან შესაძლებელია სხვადასხვა ქურდული სამყარო ეს არის კრიმინალური სფერო მაგრამ ანუ და მასში თითოეული ჩართულობა ნებისმიერი ადამიანის მოქალაქის კომუნიკაცია, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს მიზნებს, არ ღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას, არის სამყაროს წევრობა. ამაზე მეტი ძალიან მარტივადაა განსაზღვრული.
საუბარი ამასთან დაკავშირებით ფიქრობ არ ძღირს, იმიტომ რომ მკვეთრად არის გასაზღვრული. ძალიან მოკლედ აკანონმდებლობს დეფინიცირებული ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში. და ბოდიჟით ხომ არ არის, ეხლა უკვე მიჩნდება შეკითხვა, მაპატიეთ. კონკრეტული შემთხვევა არის მიჩნდებული, აი ხალს ჩაუთვალეს კულტურის სამყაროს ის რომ თავის თანამესაკრეთა არის შეგვიძლია პაპატიეთ შეაგროვეს ფული და იყიდეს ვენტილატორის საკითხისთვის და იყიდეს ვენტილატორი გამოყენებელი ჩაუთვალეს ოფშია იცით რა არის კი ბატონო მე არ ვიცი რომელ ქალბატონზე საუბრობდა ქალბატონი კაკაბაძე მე კიდევ ერთხელ გინმართავ თითოეული პატიმრის უფლება უნდა იქნას კარგად დაცული თუ არა ერთი წამი გამათობელის და შეძენა მე არ ვიცი რატომ არის კრიმინალური სამყაროს წევრობა ეს უკვე ფულის საკითხი ვერ გეტყვით ეს უკვე არის პროცესის საკითხი ეს არის სამართლიანი ქვეყნის სამართლიანი სახელმწიფოს და პროკურატურის განჯის საკითხი და სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღების საკითხი მაგაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ მაგრამ რაც შეეხება იმას სქეს ამას აბსოლუტური მნიშვნელობა არ აქვს მე კარგად მახსენდება ხაზი სახელმწიფოს არ ჩამოთვლე ქალბატონები რომლებიც ჩართული იყვნენ კრიმინალურ სამყაროში ეს როგორი კითხვას არ უნდა ბადებდეს ჩემს ეგეთია დიახ რა თქმა უნდა დიახ წავე რეაქციასთან დაკავშირებით დიახ რა მოყვება წავე რეაქცია რა თქმა უნდა კი ნებისმიერი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება მოქალაქემ გამოხატოს სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის ნორმა ეს იქნება დაწყებული პეტიციებით დამთავრებული მწვავე აქციებით სამწუხაროდ გვიწევს ხანდახან აქციების მართვა თუმცა ეს ჩემი მიდგომა არ არის და მე სხვა ფორმატში ვაპირებ ხელისუფლებასთან კომუნიკაციას და ეგრე მიმდინარეობს და მიხარია ძალიან დიდი მადლობა ბერქეთ თქვენ მადლობა კი ბატონო კი ბატონო ჟურნალისტები არავითარი ხარვისი ძალიან მოკლედ დეფინიცირებულია მე როგორც იურისტი და დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგები ვისაც იგივე პროფესიები გაგვაჩნია განმარტავენ და მოკლედ განსაზღვრავენ მე თქვენ გადმოგცემთ სისხლის სამართლის კოდექსის 233 მუხლება მუხლს და ნახავთ კონკრეტულად თითქმის იშვიათია ესეთი მუხლები ჩვენს კანონმდებლობაში საბედნიერო კარგი რომ ესეა რომ კითხვებს აღარ ბადებს უბრალოდ აქ სხვა თემაზეა საუბარი მე ეჭვები მიჩნდება ვინ რის გამო აკეთებს ამ ყველაფერს და ნიღბავს იცით რა ხარვეზები ხوار დავადგინოთ ალბათ მიხვდა ზოგიერთები რომ საზოგადოება ბრიყვი არ არის დაინახეს მატერიალური დაინტერესება ამ შემთხვევაში მითითებები ალბათ ზოგიერთი სფეროს წარმომადგენლებისაგან და მკაფიოდ ვეღარ აკეთებენ განცხადებას ვის ინტერესი უნდა იყოს კრიმინალური სამყაროს ფესვების გაძლიერება რა თქმა უნდა კრიმინალური სამყაროსაგან ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს ჩვენ გვახსოვს შედეგები როცა სისხლის სამართლის კოდექსი დეკრიმინალიზებული იყო და საერთოდ საუბარი არ იყო ქურდულ სამყაროსთან მიმართებით ეს მე ვნახე მე გამოვცადე ჩემს მეგობრებთან ჩემს თანატოლებთან ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად და აღარ დაუშვებ ამას საქართველოში მე დღეს ძალიან თავისუფალი მოქალაქე ვარ სამოქალაქო სექტორში ვარ და ვიბრძოლებ ბოლომდე ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ეს არის პრიორიტეტი იმიტომ რომ მე ვზრდი ამ ქალაქში ჩემს შვილს მან უნდა იცხოვროს თავისუფალ დემოკრატიულ და ევროპული ღირებულებებზე აშენებულ საქართველოში და ამას ყოველთვის დავიცავ ბოლომდე ანუ ეს რა შევეწირებით კიდეც თუ დასაჭირო გახდება რა ეს პირდაპირ საზოგადოების უკვე ნათელი გახდა მთელი გადახედეთ სოციალურ ქსელებს გადახედეთ თანამედროვე ინტერნეტ მედია საშუალებებს პრესას მათ შორის და თქვენ ნახავთ ღიად მიდის საუბარი დისკუსია საზოგადოების განწყობაც ნახეთ ხალხო სანამ გამოდივარ ყოველთვის ამოწმებ რას ფიქრობს საზოგადოება მე ვარ საზოგადოებრივი ინიციატივის სამსახურში ჩემი ორგანიზაციის სახელი ზეგარი რეალურად ეგ არის მთელი საზოგადოება რა თქმა უნდა უარყოფითად არის განწყობილი ამის მიმართ უფრო მეტი სანდო ინფორმაციებიც მაქვს წყაროებისგან ვიცი რომ ბევრი პატიმრის ოჯახი შეყავთ შეცდომაში რა თქმა უნდა მე თავის დროზე გავხდით ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი რომელიც სატელევიზიო ბრიფინგების დროს საჯელოსნობის დეპარტამენტის უფროს ვაღიარებინე რომ ციხეებში არის პრობლემები ვაღიარებინე რომ ციხეში აღდგა ეგრეთ წოდებული ტყავის პრობლემა ვაღიარებინე ბატონი მიშა იყო ვაღიარებინე რომ გაძლიერდა ეგრეთ წოდებული მაყურებლების მახინჯის სისტემა მაგრამ აღიარა სახელმწიფომ რომ ვიცით მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას ამის წინააღმდეგ მაგრამ საერთოდ სამარცხვინოა დღეს საქართველოში როცა გავიარეთ ეს ავალსახსენებელი პერიოდი და უფრო მეტი გამოწვევების წინაშეა დასაც ქვია ევროპასთან პარაფირების ხელშეკრულება და ვალდებულების შესრულება რომ შევასრულოთ ვალდებულები და გავხდეთ როგორც შეგვეფერება იმ ცხოვრების თანამცხოვრების შევიდეთ ამ ქვეყნებთან გავხდეთ ევროპულ ღირებულებებზე გარი ქვეყანა და დავივიწყოთ საბოლოოდ დავივიწყოთ ქურდულ სამყაროზე საუბარი საერთოდ საუბარიც აღარ მინდა ამ თემაზე მე პირადად იმიტომ რომ მე პირადად გავხდით იმ ქალაქში სადაც ქურდული სამყარო იყო წარმატებული თავიანთი მიზნების ამოცანების განხორციელების პერიოდში
და ქონდა ძალიან ბევრი პრობლემები ახალგაზრდებს. გვიწევდა საქმის გარჩევები ვიღაც ჩვენთვის გაუგებარ წარმოშობის წვეროსნებთან.